მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე. ამჯერადაც ამ გადაცემას წავიყვან მე, ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი. საკმაოდ მძიმე თემებზე გვიწევს საუბარი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონტროლის ახალი წესრიგი მყარდება. გადაწყვეტილება მიღებულია გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად კომიტეტებს გადაეცა. ცვლილება 7 კანონში შედის. გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. გაჩნდა მოსაზრება, რომ პარტიული კონტროლის მიზანია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანდება, რაც შესაძლოა რეალურად ერთ-ერთის გაუქმების მიზეზიც გახდეს. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. პირველი ბლოკის სტუმრები მინდა წარმოგიდგინოთ რუსლან თევზაძე. აქ მიწერია გახარია საქართველოს ყოფილი წევრი, იყოს განათლების საკითხებში ექსპერტი, შალვა ჯავახია, პარტია ფედერალისტების წევრი, ისტორიის მასწავლებელი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ვიცი, დავიწყოთ პირველ რიგში შეფასებებით, იმიტომ რომ ხა დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის იყო მოულოდნელი, არ თუ მოულოდნელი ვიტყოდი ასე წარმოუდგენელი, თუმცა ბევრი რამ ხდება ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელი. თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიც ამბობს, რომ რეალურად გუშინ გაიგო ამ გადაწყვეტილების შესახებ. ქალბატონ რუსტან, თქვენ აი პირველი რეაქცია თქვენი რა იყო აი მითხარით? მოგესალმებით, მადლობა, მივესალმებით ელემაყურებელს და პირველად ვარ თქვენთან ეთერში და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დაინტერესდით. ხო, ეხლა პირველი რეაქცია სიმართლე გითხრათ დღეს რომ ეს გავიგე პირდაპირ გეტყვით, გამეყიმა, იმიტომ რომ უკვე აი ადამიანურად რესურსიც აღარ მაქვს პირადად მე და ალბათ ყველა თქვენთაგანს, რომ რაღაცნაირად კონსტრუქციულად გამოხატო ბრაზი, მოდი ვთქვათ. მე არ ვიცი, მით უფრო გუშინდელი ამბის მერე. ერთი ფიქრი, რა თქმა უნდა, იქეთ მიმართე და ესეც არის ალბათ ლოგიკურია, რომ ამ გრანტებთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული ცვლილებები, გამკაცრება ამ ყველაფრის, რა თქვეს მათ? მათ თქვეს, რომ არავინ არსად არაფერი არ უნდა აკეთოს, თუნდაც განათლებაში, იმიტომ რომ არაერთი ორგანიზაცია არსებობს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელსაც უბრალოდ ესაჭიროება ფინანსები, ანუ არავინ არაფერი არ უნდა აკეთოს და მხოლოდ მათ უნდა აკეთონ ყველაფერი საკუთარი პარტიული მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეს არის აი სრულიად გაუგონარი, იცით რა არის, ხო გამეღიმათ, ხო კი არ გამეღიმა, ეს არის გასაბრაზებელი, ეს არის უგვანობა, უგუნურობა და დანაშაული და აი ამის გადასაფარად კიდევ უარესად ჩემთვის ორივე განსაკუთრებულად მტკივნეულია, მაგრამ ამ დასახელებული თქვენს მიერ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საერთოდ ფიქრადაც კი რო გაივლებ ამას, ეს არის უკვე დანაშაული და რატომ მოგახსენეთ? ხო, ალბათ აი 8 თებერვალი მოდის ჩვენი ძვირფასი და ჩემი პირადად ალმა მატერის დაბადების დღეა, ხო, იმიტომ რომ 8 თებერვალს 18 წელს ის დაარსდა და არ ვიცი, ერთგვარად ბჭყალებში ალბათ საჩუქარი გაუკეთეს. არაფერი აქ არის მარტივად საქმე. ბევრი არგუმენტების მოყვანა ამასთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ერთი უმყარესი არგუმენტი იმისა, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან 101%-ით მავნებლობა არის ის, რომ რა თქმა უნდა ტექნიკური უნივერსიტეტიც ორივე მათგანს აქვს საკუთარი იდენტობა, ინდივიდუალიზმი, ავტონომიას რო თავი დავანებოთ ქალბატონო ემა, იმიტომ რომ ავტონომია უფრო პროცედურული სამართლებრივი სტატუსია. მას ამის იქეთ აქვს უდიდესი შინაარსი, კონცეფცია, რისთვისაც ეს ორივე უნივერსიტეტი თავის დროზე დაარსდა. და რაც შეეხება ჯავახიშვილს, ეს არის ისტორიულად ქართული კულტურის აზრის კერა. ეს არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება. გავგრძელებ საუბარს შალვასთან.
აი როგორ წარმოგიდგენიათ, არ ვიცი, ტექნიკურად, ზოგადად შინაარსობრივად ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება, თანაც ვიცით დღეს განათლების მინისტრმა, როდესაც საჯაროდ გაგვაცნეს გადაწყვეტილება, დააზუსტა, რომ არაფერი ემუქრება არც სტუდენტთა კვოტებს და არც პროფესორ მასწავლებლებს. მაშინ აი როგორ შეიძლება ორი ასეთი, არ ვიცი, განათლების კერის, რომლებსაც დამოუკიდებლად არსებობის მრავალწლიანი, 100-წლეულიანი ისტორია აქვს, შერწყმა უმტკივნეულოდ. ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ თავიდან როცა რეფორმა გაგვაცნეს, მაშინაც გითხრეს, რომ რაღაცნაირი ჩანაფიქრი ჰქონდათ, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და ერთი უნივერსიტეტი და შესაბამისად რთულად წარმოგვედგინა, როგორ შეიძლება ეს განხორციელებულიყო. ეხაც რაღაც აი ამ რეფორმის ფარგლებში როგორ ჩანს გადაწყვეტეს, რომ ეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი გააერთიანონ და აქედან გააკეთონ ერთი უნივერსიტეტი, მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს, რომ პროფესორ მასწავლებლების შემცირების და სტუდენტების შემცირების გარეშე ეს როგორმე მოხერხდეს. ასევე ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს, ხო, ორივეს თავისი ადმინისტრაცია ყავს, თავისი სტრუქტურა გააჩნია, ფუნქციონირებს ამ ადამიანების შემცირების გარეშე. თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომ ხელისუფლებას განათლებაში დასახარჯი თანხის შემცირება უნდა და ეს თავიდანვე გვითხრეს და შემდეგი წლიდან უკვე ან ლევანდელი წლიდან განათლების ბიუჯეტი არის 9 მილიარდი ლარით დაახლოებით 480 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე იყო ეს წინა წელს. და როცა საუბრობდნენ 3+1 პროგრამაზე, რომ 3 წელი იქნება ბაკალავრი, 1 წელი იქნება მაგისტრატურა, აქაც ამბობდნენ, რომ თანხების და ფინანსების ოპტიმიზაციისთვის ხდება ეს ყველაფერი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ბუნებრივადაც გონია, რომ ბევრი რამის გამო არ აქვს ის ფინანსური შესაძლებლობები, რომ ეს თანხა გადაიხადოს განათლებაში და ამიტომ ერთი მიზეზი ესეც არის და მეორე მიზეზი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის პოლიტიკური კონტროლისთვის. ორ უნივერსიტეტს სჭირდება ორი სხვადასხვა რექტორი, ამ ადმინისტრაციას ცალკე კონტროლი, ერთი უნივერსიტეტი თუ იქნება და უფრო მცირე რაოდენობის ადამიანი, მაშინ უფრო მარტივად გააკონტროლებ. ეს ერთი, ამ უნივერსიტეტის, ორი უნივერსიტეტის ძირითადი ნაწილის კონტროლში მე პრობლემას ვერ ხედავ, მგონი შეძლებადი იყო ყოველ შემთხვევაში საქამდე, ამიტომ ეგ მიზეზით ნაკლებად, მაგრამ მგონია, რომ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით არ ვიცით რა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რა განაჩენს გამოუტანენ, იმიტომ რომ მგონია, რომ ხელისუფლების თავარ მიზანში ახლა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც თვლიან, რომ ზედმეტად ბევრი თავისუფალი აზრი იწარმოება და ეს უნივერსიტეტი როგორმე ჩაახშონ, რამეს შეუერთონ. საერთოდ ჩვენ აქამდე გვესმოდა, რომ შეიძლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრეს და რაღაც სხვა გეგმა აქვს, რომელსაც ახლო მომავალში გავიგებთ. ხო, ალბათ დროებითი მართლობა მას შემდეგ რაც დაინიშნება ძალიან ბევრი დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც შესაძლებელია იქონიოს გავლენა სამომავლო პერსპექტივაზე ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ რაღაცა მათი შერწყმით მიღებული ერთი გაერთიანების შეიძლება შემდეგ გამოაჩინოს. იზიარებთ თუ არა აი ამ მოსაზრებას, რომ ეს არის რეალურად კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმისთვის მიღებული გადაწყვეტილება და აი როგორ შეიძლება შეიცვალოს ამ უნივერსიტეტის ცხოვრება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან ერთად. რა თქმა უნდა, ცალსახად ვიზიარებ ამ პათოს და დაგეთანხმებით თქვენს, გაბატონო ემა, რომ ამ ყველაფერს ისე როგორც წარმოგვიდგინეს და ვუსმინეთ ჩვენ დღეს, რომ ეს ყველაფერი განათლების განვითარებისთვის და მისი მომავლისთვის კეთდება, ანუ ამას რეფორმასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს არ არის განათლების რაკურსიდან გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მხოლოდ ერთპარტიული, მერკანტილური მიზნებიდან, აი ამ რაკურსიდან გადადგმული ნაბიჯი და ანუ მოქნილობისთვის, ანუ ტექნიკურად მათთვის საქმის გასაადვილებლად, უფრო რომ მოქნილი იყვნენ ამ ესე ვთქვათ კონტროლში, ამ ცენტრალიზებას ესე ვთქვათ აკეთებენ, მაგრამ მთელი
ამ მომენტში ჩემი საუბრის, ჩემი კოლეგის და ბევრი ისაუბრებს ამაზე, არსი ის არის და მიზანი ის უნდა იყოს, რომ რა კითხვაც დაასვით თქვენ ეხლა, აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. არც ერთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს? ხო, რა შეიძლება წინ აღუდგეს და რა ფორმით ამ გადაწყვეტილებას? და ეს არის პირადად ჩემი გულის წყვეტა, მე არ ვიცი სხვები ამ პათოს გაიზიარებენ თუ არა, ყველა კოლეგას თუ არა კოლეგას პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ საგანმანათლებლო საქმიანობაში მადლობა მას, ვისაც ეს მადლობა ეკუთვნის, მაგრამ ის პროტესტი, რომელიც აი ამ დამაზიანებელ და ქვეყნის ღალატია, ეს იქნება 21 საუკუნის, ამას თუ ხელი მოაწერა. მხოლოდ რექტორმა ერთმა და მეორემ კი არა, იქ აკადემიური საბჭოა, რომელმაც ფორმალურია ეს თუ არაფორმალური, აკადემიურ საბჭოზე ეს უნდა გავიდეს, ეს უნდა შევიდეს განხილვაში და თუ განხილვაში შევიდნენ და ამ საქმის ირგვლივ მაგიდასთან ერთად დასხდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი გავიხსენებ ამ სიტყვას, კოჰაბიტაციას იწყებენ, ეს არ გამოვა. აი, პროტესტი ისეთი ძლიერი არ არის. ეს დღეს არ დადგებოდა, რომ პროტესტი ყოფილიყო უფრო ძლიერი და სიღრმისეული, მაგრამ სამწუხაროდ ჩემდა და ალბათ ყველა წუხს, რომ უნივერსიტეტი ეს ხო მხოლოდ შენობანაგებობა არ არის, კიდევ ვიმეორებ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის კონცეფცია, სადაც თავისუფალი აზრი იბადებოდა ყოველთვის და უნდა დაიბადოს. და ამის გაუქმებით, ანუ ფაქტიურად თანამედროვე ტერმინი ბრენდს აუქმებენ. გესმით რაში ეს საქმე? ივანე ჯავახიშვილის საუბრობს ბრენდის გაუქმებაზე. პირიქით მინისტრმა დააზუსტა, რომ აი ამ გაერთიანების მიზანი არის რეპუტაციის, მისი რეიტინგებს, საერთაშორისო შემთხვევაში არ გამოვა. ამასთან დაკავშირებით გეტყვით მე, ამასთან დაკავშირებით გიპასუხებთ. ეს არის უკაცრავად ამ სიტყვაზე სრული ბლეფი, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ავტონომიურად არსებობის დროსაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტს რაღაცნაირად გამოდის, რომ უფრო მეტად პედალირებ, მაგრამ თანაბრად შემიძლია ადვოკატი ვიყო ტექნიკური უნივერსიტეტის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია, ისევე როგორც ჯავახიშვილი. არა ჩვეულებრივი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და არა ერთი და შესაძლებელია თქვენც კი დამეთანხმოთ, რომ ასე მაგალითად არსებობს Times-ის რანჟირების სია, სადაც მსოფლიო რანჟირების სია, საუკეთესო უნივერსიტეტის ერთობლიობა და ამ სიაში ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის მოხვედრილი და არა ერთ სხვა ტიპურად სხვა რანჟირების სიებშია მოხვედრილი და ერთი ნიშანდობლივი დეტალი, რომ სამხრეთ ეს არ არის ჩვენი საშინაო საქმე. ნახეთ, ეს ფართო პოლიტიკური სპექტრის მატარებელია, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში ერთადერთი ქვეყანაა, ცხადია გეოგრაფიულად მესამე უფრო სწორად. ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ამ რანჟირების სიაში მოხვდა. ანუ ეს რეგიონალურ კონტექსტში რეპუტაციის ამბავია. აი აქ ძალიან ძიმე მდგომარეობა, ამიტომ არ ვიცი მე დღეს Facebook-ზე ჩემ სოციალურ ქსელში სტატუსიც დავწერე, არ ვიცი როგორ შეიძლება მე მოვუწოდო, მაგრამ რა ვქნა რომ უნდა მოვუწოდო რექტორებს, აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებს დღეს 8 საათზე ჩაინიშნა საპროტესტო აქცია, მაგრამ არ ვიცი რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, ეს არ არის კმარი. ერთად მაგიდის ირგვლივ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ ამაზე მსჯელობაც არ უნდა დაიწყოს. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ორივე უნივერსიტეტის შერწყმა ნიშნავს არა განვითარებას, არამედ ორივეს ერთად გაუქმებას, მხოლოდ პოლიტიკური მისიით. ეს არის პარტიული მისია, რომელსაც ემსახურება ეს ინიციატივა და არაფერი სხვა. შალო თუ იზიარებს თქვენს აი ამ ასე ვთქვათ მოლოდინებს ან მოსაზრებას, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული და თუ კი იქნება პროფესურის, რა ვიცი, საერთო პროტესტი, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობაში თუ მაინც იქნება ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ორი უნივერსიტეტის გადარჩენა, არა თუ ავტონომიურობის შენარჩუნა, გადარჩენაზე არის საუბარი. იცით რა არის? ჩემი აზრით, ორივე უნივერსიტეტში არსებობს ცხადია პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც თავისუფალია და თავისუფლად წარმომიდგენია ის, რომ ამ ადამიანებმა რაღაც თავისუფალი გადაწყვეტილებით პროტესტით თავისი ნება აჩვენონ ხელისუფლებას და დაიცვან თავისი უნივერსიტეტი. უბრალოდ
რა ვიცი, არ ვიცი რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ეს მოძრაობა. დღეს რაც გადავხედე განცხადებებს, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოხატა ამ უნივერსიტეტებში მომუშავე პროტესტი და ჩემი აზრით ეს თუ კიდევ გაიზრდება შეიძლება ამ ორმა უნივერსიტეტმა თავისი ავტონომიურობა შეინარჩუნოს. იქნება ის საფრთხეებს ვერ აიდენტიფიცირებენ, ვერ ხედავენ ჯერჯერობით სათანადოდ. ან მართლაც მოულოდნელობის ეფექტი უკვე დაგვიანებულია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ როცა გითხეს რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, მაშინვე უნდა გამოცხადებულიყო ეს პროტესტი, იმიტომ რომ მაშინვე ჩანდა რომ ამგვარი ტიპის გადაწყვეტილების გარეშე ეს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა, რომელიც დაგვიანოს. და რადგან ეს მაშინ ამდენად ძლიერი არ იყო ეს პროტესტი, როცა პერსონალურად შეეხოთ, შეიძლება უფრო მეტი ადამიანი იყოს, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივად განწყობილი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ რამდენად ძლიერი იქნება ეს რთული სათქმელია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ეს უნივერსიტეტები სამწუხაროდ ინსტიტუციურად და არა ინდივიდუალურად, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ინდივიდუალურად, ძალიან ბევრი თავისუფალი, ძალიან საღი ადამიანია, რომელსაც ალბათ ამ გაერთიანების შედეგად გაუშვებენ ამ უნივერსიტეტებიდან, მაგრამ ინსტიტუციურად მე რასაც ვუყურებ ძალიან დიდი ხანია ამ ორ უნივერსიტეტს სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც არ მინახავს მათი არც სამოქალაქო პოზიცია, აი მაგალითად ბევრი მათი სტუდენტი იყო დაკავებული სრულიად უსამართლოდ მოგონილი ბრალდებებით, აი უსაფუძვლებლად აი ტროტუარზე დგომისთვის, სხვა ბევრი საქმისთვის და ინსტიტუციურად ამ უნივერსიტეტებს რომ რამე ეთქვათ, ამაზე არ მახსენდება. როცა თანხა დააკლეს, ამაზე არაფერი არ მახსენდება, როცა თქვეს რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ამაზე წინააღმდეგობრივი განცხადებები არ მახსენდება. ამიტომ არ ვიცით უნდა ვიყოთ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ მე მჯერა ადამიანების რომელსაც აქ მუშაობდნენ, რომელიც ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია. და იმედი მაქვს რომ რაღაცა შეიძლება უკან შეუმბრუნება მოხდეს, იმიტომ რომ გვინახავს ეგეთი უკან შეუმბრუნებები, მაგრამ არ ვიცი ინსტიტუციურად მე ამ დიდად მოლოდინის ქვეშ არ ვიქნებოდი. კიდევ მინდა დაუბრუნდე იმ თემას, აი რა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ კი ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას ხელი არაფერმა შეუშალა, მაგალითად ერთ-ერთი ვერსია, რომელიც დღეს ასევე მოვისმინეთ პროფესორ მასწავლებლებისგან, არის ის, რომ რეალურად ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, რადგან ასე ვთქვათ, კონკურენტი ჩამოაცილონ ქუთაისის საერთაშორისო ტექნიკურ უნივერსიტეტს. აი ამ ვერსიასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? ხო, ამ ვერსიის არსებობასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიის არსებობას აქვს უფლება და რომ გავიაზრე და დავფიქრდი, შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ ნახეთ, იმდენად დიდი იქნება ამ ვერსიით ზიანი ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთებით რაღაც ერთი ახალი კონგლომერატის გაჩენით, რომ ხო, აი ამის გააზრებას ვერ ახერხებს ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი. იმ ნაწილში რა თქმა უნდა ცალსახად გეთანხმებით, რომ და ამაზეც მქონდა მე ჩემი პოზიცია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტმა თავის როლი ვერ თუ არ შეასრულა და ვერ იპოვა ადგილი, მყარი და ვერ დაიმკვიდრა. აქ ბევრი სხვა დეტალია, იმიტომ რომ ეს იყო როდესაც ასეთ კომპლექსურ უნივერსიტეტს აშენებ, იქ რეგიონული განვითარებაც უნდა იყოს შესაბამისი, ანუ კლასტერივით არის, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური საუნივერსიტეტო კლასტერი, რომელსაც მომსახურებობის სფერო ჭირდება და ასე შემდეგ და ამ ყველაფრით მათ ვერ შეძლეს ამ უნივერსიტეტის უზრუნველყოფა, ანუ გამოდის რომ მაშინაც თავშივეც ეს იყო ყველაფერი ხელოვნური და იყო უბრალოდ პოლიტიკური პიარის ნაწილი და გამოდის რომ ეხლა სრულიად თუ ესე არის და შესაძლებელია ესე იყოს სრულიად ხელოვნურად ისევ ქუთაისის უნივერსიტეტისთვის გაღებული, არ ვიცი, ხარკი გადახდილი, არ ვიცი რა ვუწოდოთ. ხო, შალომ თქვა რომ ძალიან ბევრი წინაპირობა არსებობდა იმისათვის რომ რაღაცნაირად გაგვეკეთებინა, ანუ მოლოდინები ქონოდა რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყოს. ხოთო შორის ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც დღეს აი საქმეში შეხედულმა ადამიანმა დაასახელეს, არის ის რომ განათლების მიმდინარე რეფორმით მომავალ წელს სახელმწიფო დააფინანსებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლას. იყო თუ არა ესეც ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ შეიძლება რაღაცა დამუქრებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ერთი აუცილებლად და მეორე საკითხიც თუ გახსოვთ ამავე რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ ის რეფორმა, რომელიც ზოგადად ტარდება, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ აი მართლა აბსურდია და ამიტომ მინდა რომ ყველამ გაიხსენოს.
იქაც ითქვა, რომ ეს არ შეეხებოდა ქუთაისის უნივერსიტეტს. ანუ ორჯერ და სამჯერ, ამდენჯერმე კონკრეტულად და გამიზნულად ითქვა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ექნებოდა სასათბურე პირობები. და როგორც ჩანს, ესეც გრძელდება ხო აქ, რა ვიცი, არაფერი ცნობს მე ვხედავთ, ეს ღიად ითქვა, რა ვიცი, დაფარული არაფერი არ არის. ერთ პატარა დეტალს დავამატებ ამას, ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი და ერთი პროფესია, ანუ კვალიფიკაცია, ერთი მიმართულება, აქაც ორმაგი სტანდარტია, აი დააკვირდეთ, ტექნიკური უნივერსიტეტი ფაქტიურად ერთი პროფილის უნივერსიტეტი არის, მაგრამ 22 წელს შეიქმნა, ანუ ჯავახიშვილის შემდეგ და თავარი გენერალური ხაზი იყო საინჟინრო, ასეც წერია, ხო, ასეც იძებნება, რომ ეს იყო საინჟინრო თავარი პროფილი, მთელი თავისი დივერსიფიცირებული მიმართულებებით. ანუ ის იდეა, რაზეც ეხლა საუბრობენ, რომ ერთი პროფილის, ისედაც არის ეს ერთი პროფილის. ამიტომ უფრო ძლიერდება ის სცენარი, ეჭვი თუ ვარიანტი, რაც ეხლა თქვენ გააჟღერეთ, რომ შესაძლებელია ნამდვილად და გამოდის რა, რომ ესეც ერთი ადამიანის პირადი ინტერესი, პირადი ამოჩემება, არ ვიცი, სურვილი, ბავშვური ამოჩემება და ამისათვის ფაქტიურად უნადგურებენ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, არა მხოლოდ სასწავლებელ ინსტიტუციას, ქართულ იდენტობას. ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში კიდევ უფრო პროფილს განსაკუთრებულს, რომლისთვისაც ის ოდესღაც შეიქმნა. კი ბატონო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარდა იმისა, რომ აი დგას საფრთხე, რომ საქართველოს განათლების, რა ვიცი, ერთ-ერთ მეც ვიქნები ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი მიკერძოებული და სუბიექტური, აქცენტირებულად ვისაუბრებ თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზე, ნუ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ იქ მივიღეთ ჩვენი ცხოვრების მთავარი პროფესიული გადაწყვეტილება, მაგრამ აი კონკრეტულად ტექნიკური უნივერსიტეტის უკან სახელმწიფო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკან ძალიან ბევრი ადამიანის ბედი წყდება, ანუ იქნებიან ეს პროფესორ-მასწავლებლები თუ სტუდენტები. აი მე გითხარით კიდეც რომ დღეს მეკითხებოდნენ სტუდენტები, რომ რა გვეშველება, განსაკუთრებით მათაც აქვთ მოლოდინი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებელია უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაემუქროთ. ალბათ ბევრ დეტალს გავიგებთ მას შემდეგ, რაც დროებითი მმართველობითი საბჭო შეიქმნება, მაგრამ შესაძლებელია დადგეს რისკი, რომ ის ვინც დღეს უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, განათლებას იღებს და აკადემიურ პროცესს ესწრება თბილისში, მოუწიოს უბრალოდ ქუთაისში გადასვლა სასწავლებლად. რა თქმა უნდა, სრულიად დასაშვებია ეს ბოლოდინიც პოტენციურად, ხო, ესე იქნება, აბა როგორ იქნება, ესე ცოტათი არააკადემიურად რო შევხედოთ ამას, ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც გაფუჭდება. საფრთხე დაემუქრებათ სტუდენტებს, რომლებმაც შეიძლება გეოგრაფიული ლოკაცია ძალით შეაცვლევინო. შემცირდება აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა. ანუ უმუშევრად დარჩებიან. შემცირდება ერთია, მაგრამ ვინც დარჩება, იმათაც შესაძლებელია ასევე გეოგრაფიული ლოკაცია ძალით, ესე ვთქვათ, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ გარეკონ იქ, სადაც ისინი გადაწყვეტენ. შემცირდება პროფესიული მიმართულებები, ჩარევა მოხდება შინაარსებში, ანუ ის ავტონომიური მდგენელი დამოუკიდებლობა, აკადემიური და ავტონომია არ არის მარტო ადმინისტრაციული ავტონომია, აქ არის აკადემიური თავისუფლება, რომლითაც ვართ სწორედ ვალიდური ევროპულ და დასავლურ სივრცესთან. ანუ ეს ყველაფერი ნადგურდება და 21 საუკუნეში კი არა 1918 წელს იყო ეს დიდი იდეა ჩადებული, რომ ეს უნივერსიტეტს უნდა გაეხსნა ფანჯარა დასავლური იყო მაშინვე, არა თუ 21 საუკუნეში და ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, ეს არ არის შეიძლება ცოტათი მოჭარბებულია ეხა ჩემი ემოცია და ბოდიშ გიხდით, მაგრამ ეს არის ცალსახად ანუ მკვლელობის ტოლფასი დანაშაული, იმიტომ რომ კლავენ მომავალს და იდენტობას, რაც მთავარია. ეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობასთან გათანაბრებული საკითხია. ამიტომ ერთ წინადადებას ვიტყვი, რაღაც შეიძლება მოწოდებასავით გამომივიდეს, აი იმ ნაწილში, რაც ჩამოვთვალე, რომ უმუშევარი დარჩებიან, სწორედ შეიძლება ყველას არა, მაგრამ ნაწილს აქვს ფიქრი, რომ მოდი მე გავჩუმდები, რომ იქნებ და მე გადავრჩე.
აი უმორჩილესად ვთხოვ ყველას რომ 100 ამ საკითხს ნუ მიუდგებიან და ასე თუ არ მიუდგებიან აუცილებლად ყველა ერთად გადარჩება და ყველა ერთად გადავრჩებით და ეს ხო ღირსების საკითხია ეს ხო იმაზე მაღალია ვიდრე დღეს სამსახური გაქვს და მოკლევადიან რეჟიმში შეინარჩუნოს სამსახური რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ეს რექტორებს და აკადემიურ გუნდს ეხება ანუ საბჭოს მათაც მიადგებიან მოდი ესე ვთქვათ ძალიან ცოტა დრო გრჩება ვიცი რომ გადავაცილეთ სულ ნახევარი ასე ვთქვათ წუთზე ნაკლები მინდა თქვენ ვერ მოგადევნეთ საუბარ როდესაც საუბრობდით იმას თითქოს დამშაშ საბჭიდელება რომ თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის აი ამ სახელწოდებიდან მისი ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი შეიძლება საერთოდ გაქრეს თუ მოლოდინი მაქვს იმდენად რამდენადაც დღეს საუბრებში და დეკლარირებაში და წინადადებაში ჯავახიშვილის გარეშე ისმოდა ყველაფერი იქნება ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამიტომ ესეც შეჩვევა შეგუების მომენტი ხო არ არის და ხომ არ დაიწყეს რომ რა თქმა უნდა როგორ არის იცით ქალბატონებმა ეხლა მე იურისტი არა ვარ მაგრამ როგორც წესი ასეთი შერწყმის და ასეთი ერთი დიდი კონგლომერატის გაკეთების დროს გასაშვალოება ხდება და რაღაცა ერთი შუალედი სახელის როგორც წესი ესე ვთქვათ შერჩება ხოლმე. მადლობა სტუმრებს რუსტან თევზაძე, შალვა ჯავახია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამის შემდეგ ტატო ქელბაქიანი ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის ხელმძღვანელი შემოგვიერთდება. მაშასე გადაცემა რეზიუმე დაბრუნდა ეთერში და მინდა დავიწყო ინფორმაციით, რომლის თანახმადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო EUTOS წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 ქვეყანამ EUTOS მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ასევე განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას. ტატო ქელბაქიანი ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის ხელმძღვანელია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ტატო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი სწორედ აი ამ ინფორმაციით დავიწყოთ რეალურად რისი მოლოდინი უნდა გქონდეს 24 EUTOS 24 წევრი ქვეყნის აი ამ განცხადების და მოსკოვის მექანიზმის გააქტიურების შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებაში რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას 24 ქვეყნის მიერ. მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. მოკლედ ჯერ არის ეს მექანიზმი, EUTOS პროგრამის შექმნილი მონიტორინგისა და სპეციალურ საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც 1991 წელს ჩამოყალიბდა და ხელი მოეწერა მაშინ მოსკოვში და იმიტომაც ეძახიან მოსკოვის მექანიზმს. რომელიც ძირითადი ამოცანაც არის EUTOS ქვეყნებში, როდესაც მაგალითად ქვეყნის შიდა მექანიზმები რაღაცნაირად ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და გამოდის ინფორმაცია ამ თვალსაზრისით საგანგაშო. ამ შემთხვევაში თვითონ EUTOS ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სპეციალური მისია გამოაგზავნონ, რომლებიც საექსპერტო ჯგუფების კომპლექტებმა, რომელიც შეისწავლიან დოკუმენტაციას, გამოგითხავენ მოწმეებს, დადევენ სამართლებრივ შეცფასებას, დასკვნას და რეკომენდაციებს. და ეს არის მე ვფიქრობ ერთი სულ 15-ჯერ თუ 16-ჯერ არის გამოყენებული საერთოდ რაც ეს მექანიზმი ამოქმედა ისეთ ქვეყნებში როგორც ჩეჩნეთში რო ხდებოდა ამბები ბელარუსში ანუ ძალიან მწვავე შემთხვევების დროს ხდება ესეთი მექანიზმზე შეთანხმება. აი კონკრეტულად რა შეიძლება ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს? მაგალითად ერთ კონკრეტულ кейსს, როდესაც ქიმიური აქციების დაშლის დროს შესაძლო გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება წყალში შერეული აქციის მონაწილეების დასაშლელად თუ ზოგადად იმ ფონს, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში არსებობს? აი კი ბატონო ზუსტად რაც თქვენ ბოლოს თქვით ეს არის კომპლექსი იმ პრობლემებისა რაც ბოლო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში დაგროვდა. ეს არის პირველ რიგში ეს დრაკონული და რეპრესიული კანონმდებლობა და მისი გავლენა, ხო? 1000 ძალიან ბევრ სექტორზე ეს იქნება სამოქალაქო და ასე შემდეგ. ეს იქნება მედია ორგანიზაციების შევიწროება, ეს არის თვითონ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება და მთელი ეს წყება პრობლემების, რომლებიც ეხლა რო დავიწყოთ ხანახან პრობლემის საუბარი, რომელი სექტორი დარჩა, რომელზედაც ესეთი ტიპის იერიში არ არის მიტანილი, ხო? შესაბამისად, ეგ საკითხები რაღაც დაგროვდა, აკუმულირდა
და უკვე რაღაც საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა და ზუსტად აი ამის გამო მოხდა უკვე ამ მექანიზმზე შეთანხმება ამ 24 ქვეყანაში და ამის აქ ისე ჩაშვება. ეხლა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რეჟიმის რაღაცა ტიპის ურთიერთობა აქვს ჯერჯერობით EUTOS-თან, და ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია EUTOS მისიას მისცეს დაშვება, იმიტომ ასევე წარმომადგენლობითი იყოს, ხო? საექსპერტო შემადგენლობა, რომელსაც EUTOS წევრია ეს 24 ქვეყანა გამოაგზავნის საქართველოში, თუ მათ არ ექნებათ მზაობა საქართველოს ხელისუფლებისგან თანამშრომლობის, შეუძლებელი იქნება რეალურად მათ ობიექტური, ასე ვთქვათ, შეფასებები გააკეთონ. ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ ქვეყანაში საერთოდ არ შემოუშვეს, დაუშვათ შეიძლება ცოტა გართულდეს, რაღაც ძალიან შესაბამისი საერთაშორისო სკანდალი მოყვება. თუ თანამშრომლობაზე უარს იტყვიან, ეს კიდე ცალკე მხილება იქნება პირდაპირ იმისა და პირდაპირ აღიარება ზუსტად რომ ის პრობლემები ნამდვილად არსებობს. ამიტომ ნახოთ, დავინახავთ წინასწარ ვერ განსაზღვროთ როგორ იმოქმედებენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ საერთოდ ბოლომდე შეუშალონ ხელი ამ მისიას, შეეცდებიან რაღაცაცები შეფუთვას, მაგრამ ეს მისია ხო მარტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არ აფასებს ამ ყველაფერს, ხო? ამ პროცესში შეხვდება მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, ვინც დევნილი იყო და ვინც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ხორციელდება, სხვადასხვა ინსტიტუციებს, ვინც არსებობს და აი ეს ყოველმხრივი შეფასების შედეგად იდება ეს ყველაფერი და არა მხოლოდ მაგალითად ერთი წყაროდან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დასკვნა იქნება უმძიმესი, მე იმედი მაქვს, რომ მალე იქნება ეს მისია და იქნება შესაძლებლობა ეს ყველაფერი შეაფასონ. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამ რეჟიმისთვის, იმიტომ რომ ეს იმაზე მძიმე არის, ჯერ კიდევ ვინმე ბოლომდე წარმოუდგენია, იმიტომ რომ ესეთი ტიპის მისია საქართველოში, აი ესეთი კომპლექსურად რომ შეეფასებინა ადამიანის დაცვის არ ყოფილა. ეხლა იყო ხოლმე მაგალითად წამების წინანდ ბრძოლის ევროპული კომიტეტი ჩამოსული, რომელიც კონკრეტულ თემას იხილავს, ის რაღაცა პერიოდული ვიზიტები, რაღაც თემატურად. ეს არის კომპლექსი პრობლემები. ხომ არ დააჩქარა აი ამ მისიის ინიცირება ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული და აღარ შევჩერდები, მე მგონი ყველამ იცის როგორ მე ვფიქრობ, ამაზე ფიქრი ამ ინიციატივამდეც იქნებოდა დაწყებული, იმიტომ რომ ეს პროცესი ხო აი რაღაცა ძალიან აჩქარებული ტემპით მიდის ბოლო ორი განსაკუთრებით ეს წლის განმავლობაში, ანუ ეს კანონმდებლობის მუდმივი ცვლილება, მუდმივი ცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად სუნთქვა გადაუკეტონ ამ სამოქალაქო, რომ იარსებონ რაღაცა თავის და ეს ბოლო აკორდი ეს დაინიცირებული, რომელიც კანონპროექტის სახით არ გვინახავს, რაღაც განცხადება ვნახეთ, რომელიც არის აი ამის იმისანა სიგიჟეა, ხა, აი უბრალოდ აი რა ნაწილშია ყველაზე დიდი სიგიჟე მოდის თქვათა და როგორ შეიძლება რაში შეიძლება რეალურად კანონის აღსრულება გამოიხატოს. აღსრულება ძალიან რთული იქნება, ხა წარმოიდგინეთ რომ ეგ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დავუშვათ ისედაც დიდი ხანია ამ დარტყმის ქვეშ არიან. ეხლა უბრალოდ დავიღოთ ნებისმიერი მეწარმე, ინდივიდუალურად რაღაც მეწარმე, რომელიც გადაწყვეტს რომ რაღაცა პროტესტი გამოხატოს რამე ფორმით, ხო? ამ აქციაზე მივიდეს და დადგეს. ან თუნდაც არ მოვიდეს და თქვათ რაღაცა ტიპის თავის საქმიანობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა, რაღაცა ფასებთან დაკავშირებით რომ დარბიან ეხლა რაღაც სიგიჟებს პროკეთებენ, ანუ ხელოვნურად ისე ვამბობ, რომ გააპროტესტა რაღაცა საკითხი. ხო, ნებისმიერი მეწარმე შეიძლება დააჯერებინა 20.000. ანუ ჩვენ ინდ მეწარმე გვყავს დაახლოებით 65.000. ანუ წარმო ეს არის უბრალოდ იმის შეზღუდვა, რომ თავისუფლად ადამიანმა გამოხატოს სიტყვის რომ გამოხატოს პროტესტი საჯარო სივრცეში, ამის რაღაცნაირად ჩახშობა და ხა წარმოიდგინე გეხება ამის თელ საქართველოს და ეხლა როგორ წარმოუდგენთ ამის აი გარემოვაჭრეებიც არიან მეწარმე აქამდე რომ დავიყვანოთ საკითხი მესმის ეხლა შეიძლება ცოტა იუმორისტულ ჟანრში გადავიდეთ, მაგრამ ეხლა თვალ საღიგონებით როგორ შეგიძლია ამ ყველაფერს უყურო. მაგალითად გვინახავს სატელევიზიო გამოკითხვები, როდესაც ჟურნალისტები დადიან და ეკითხებიან მათ შორის მცირე მეწარმეებს არიან თუ არა ხელისუფლების პოლიტიკით კმაყოფილი და რამდენი გინახავთ 10 გამოკითხული და რამდენს გამოუთქვამს კმაყოფილება ხა სუპის ცნობილ кейს არ გულისხმობ. ნუ ძალიან სამწუხაროა ხომ ეს ფაქტი რომ ადამიანებს სადაც უშუალოდ არ შეეხება რაღაცები ხშირად და ძალიან ბევრს არ აქვს ხომ ეს განცდა. ამის გამო შეიძლება დააჯარიმონ თუ კი იტყვიან რომ აი რას გვიშვება ეს მთავრობა. ანუ ეს ცნობილი ფრაზის ამ რეჟიმს ახასიათებს ესეთი ტიპის კანონმდებლობის შექმნა რომელიც არის ძალიან ბუნდოვანი და რომელსაც აი საიდანაც გინდა იქნება მოაბავ კუც, ანუ უნდა გამოიყენებს და უნდა არ გამო, ანუ ძალიან ფართო შესაძლებლობებს იძლევა ასე ვთქვათ შერჩევითი მიდგომის. აი როგორც ახლა ნებისმიერ ახლა მე სწორედ პროტესტს რომ დგავართ მეთქი ახლა ტროტუარზე ჩვენთვის იქ სხვა კანონები მოქმედებს, ანუ ჩვენზე სხვა კანონებს ამუშავებენ და სხვა მოქალაქეები ვინც ამ პროტესტში არის იმისთვის სხვა კანონია, იმიტომ რომ
ტროტუარზე დგომისის ხალხს აპატიმრებენ და მანქანები აყენია ტროტუარებზე და იმის არავის არ უნებიან. ხო, არ გასულხარ ქალაქში არ გვინახია, რომ შეყენებულია და ტროტუარზე და ეგ გახსნილია, რომ ვერ გაიგები ნორმალურად და ეს პრობლემა არ არის და ჩვენ იქ ჩემს თავს არ დავეძებ, ხშირად მინახავს, რომ დედები ეტლით ბავშვებსაც კი აი ვერ ატარებენ ტროტუარზე და უწევთ ხოლმე ძალიან ასე ვთქვათ სარისკო გადაწყვეტილების მიღება და გადავიდნენ სავალ ნაწილზე. პრობლემა არის ის ხალხი, ვინც გამოხატავს პროტესტს. ეს ხალხი გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით. მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა გზებით ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ორგანიზაცია. ანუ ყველანაირად ცდილობენ რომ ეს გააჩერონ. ეხლა რაღაცა დარტყმა რა თქმა უნდა მიაყენეს ეხლა დასუსტა ეხლა ესეც, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ხო ვერაჩერებენ ამ პროტესტს და უკვე აღარ იციან ახალ-ახალი რა მოიგონონ და უკვე რაღაცა აბსურდში შედიან რა. ანუ რაღაცა ესეთი ტიპის აბსურდში, მაგრამ აივე უნებით სანამ შეგვიძლია და სულ ჩვენ ამ პროტესტს გავაგზავნებთ მშვიდობიანი ფორმით და გაჩერებას არ ვაპირებ და არც ვერანაირი მექანიზმით მე საჯაროდ პოზიციის გამოხატვას ვერ დამიშლეს. იმიტომ რომ მექანიზმებში არის არა მხოლოდ ფულადი სანქცია, არამედ რამდენიმე წლიანი პატიმრობაც კი იმის მიხედვით თუ რა, ასე ვთქვათ, ტიპის დანაშაული იქნება ჩადენილი. დანაშაული არა აქვს, უბრალოდ ახლა საჯარო მე კონსტიტუციურ უფლება მაქვს. ეხლა საერთოდ ეს კანონმდებლობები რაც არის, კონსტიტუციას ვერ ცვლიან, ხო? არა აქვს ის შესაძლებლობა. ეგ არის ყველაფერი ანტიკონსტიტუციური. აი პირდაპირ მთელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანის ცვლილება არის ანტიკონსტიტუციური. პრობლემა არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბეში ყავდა, იქიდან ვერ ახერხებ, თუმცა თუ შევხედავთ იერარქიულად, კონსტიტუცია არის ყველაზე მაღლამდგომი აქტი და შენ თუ იღებ კანონებს, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, მე დავემორჩილები ქვეყნის უზენაეს კანონს და იმით ვიხემძღვანელებ. ანუ მე აი ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და დანარჩენ შემთხვევაში არის ეხლა, იმიტომ რომ ამათი ფანტაზიას ხო საზღვარი არ აქვს ეხლა, ნუ ისეთი რაღაცებია, ანუ შეიძლება მაგალითად აი გადმორიცხვა ვიღაცა გადმოურიცხოს სიდიდრემა ფული ამან ამითი რაღაცა იყიდოს და უბრალოდ გამოვიდეს თქვას მეორე დღეს პოსტი დაწეროს რაღაც არ მოეწონა და ამის გამო ჩაუთვალონ რომ ეს დაფინანსება მიიღო იმიზნით რაღაც შეფარული ფორმით გამოუგზავნა სიდიდრემა ეს ფული და გამოიყენებინ რაღაც პოლიტიკური მიზნით და ამის გამო შეიძლება 6 წელი გავუშვათ ციხეში. ეხლა რადონის ეს არის მცდელობა დაშინების და მცდელობა ეს სრული დიქტატურის, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს არ გამოვა. იმიტომ რომ უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თუ კი ის არ ვიცი რა ქვია ამას კეთილსინდისიერების პრინციპით ხელმძღვანელებს შეუძლია ერთი გადაწყვეტილებით შეცვალოს ბოლო დროს მიღებული ძალიან ბევრი კანონი. მე მაგის იმედი აღარ მაქვს, იმიტომ რომ საერთოდ ამ რეჟიმმა ხო მთელი განმავლობაში აკეთა ის, რომ ჩვენ დამოუკიდებელ ინსტიტუციები მოგვისპო. გამოშიგნა რა, ანუ იმ ადამიანებისგან გამოშიგნა თვითონ რომელიც დაუშვათ რაღაცა დამოუკიდებლობის აი ბოლოს იყო ხა სახალხო დამცველთან დაკავშირებით ქონდა და ნუ ისიც აი ხანდახან გაიელვებს ხოლმე რა და ნუ ისიც არასრულებს ეფექტურად საკონსტიტუციო სასამართლოში ნელ-ნელა მეთოდურად გამოშიგნეს და უკვე ის რომ ეხა წესით არ იგით კანონი თუ ანტიკონსტიტუციურია უზენაეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება ისე მე მგონი ჯერ სახალხო დამცველს აი ამ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გულისხმობს და გრანტებს მიმართული აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა განხილვა. ოღონდ მიმართული აქვს ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით თუ არ ვწდები, ეხლა მთელი წლის განმავლობაში ცვლილებებს უყოლა. მე გულისხმობს სწორედ აი ამ ცვლილებებს, რომელიც გუშინ გახსოვდა დღეს დააინიცირეს. ეს არცა ხო, ჯერ მე კანონპროექტს არ მინახავს, მე ვნახე განცხადება. კანონპროექტსაც უნდა შევხედო კარგად, რომ იმ განცხადების მიღმა როგორი ფორმულირებაა ჩამოწერილი, ისიც ანახავია, ხო, ანუ როგორ იმიტომ რომ ნორმებს და სიტყვას წყობასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნუ დაახლოებით ხვდებით, რომ ეხლა რაც განაცხადეს ის იქნება. ეხლა იქ სასამართლო პარლამენტში ხარ ფერხდება, ეხლა იქ უბრალოდ ფორმალურად გაატარებენ პროცედურას, დაარტყავენ ბეჭედს და კანონს შეიყვნენ ძალაში. პოლიტიკურ პროცესებზე ამან შეიძლება იქონიოს გავლენა. არა, ყველაფერზე შეიძლება იქონიოს გავლენა. ეხლა წარმოიდგინეთ რა შიში აქვს, ხო, ეხლა არასამთავრობო სექტორს დაარტყეს, ეხლა ნუ არასამთავრობო სექტორზე კიდე რაღაც შეზღუდვებიდან ფაქტობრივად მეც ეხლა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენ, მაგრამ უკვე წლის განმავლობაში არანაირი რესურსი არ აქვს ჩვენ და უბრალოდ მე ჩემი პირადი კონტრიბუცია რაც ადამიანურს იმას ვდებ ამ ყველაფერში და ესე ვაკეთებ. თუმცა ეხლა დაფიქრდნენ რომ თუ ამათმა ესე იფიქრეს რომ ეს ხალხი ეხლა პოლიტიკურად აქტიური რო გახდეს, ეგეც არ აწყობთ. მე ხა მე საერთოდ არ ვაპირებდი მაგას, მაგრამ მინიმუმ თუ გადაწყვეტა ხო პოლიტიკურად აქტიური და ამიტომ ვისაც კი რაიმე დაფინანსება აქვს მიღებული 8 წელი პოლიტიკურ საქმიანობა ეკრძალება. ამიტომ ანუ სამხალხო ან ექსპერტად უმუშავია, ანუ თელი ეს ანუ პოლიტიკურ პროცესშიც რო არ გაეკარო, არა თუ იმაში, ანუ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ უნდათ ბოლომდე გადაიზღვიონ თავი. ეხლა მე ისედაც არ მქონდა იმედი, რომ ეხლა ჯერ არანაირი პოლიტიკური პროცესი არ არის და უკვე
ხშირად არის ხოლმე საუბარი პარტია უნდა პარტიებთან ვითანამშრომლო. ეხლა მე ვიძახი რომ ყველანი ვართ ერთ წრეში. დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტია ხარ სამოქალაქო, ანუ ყველა ხარ აი გათანაბრებული ერთიან ბრძოლაში, როცა მიხვალ იმ წერტილამდე როცა არჩევანს აქ აზრი, მე გადაწყვიტე ვინ აირჩიო და ეხლა არაფერი აზრი. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანა ბრძოლის თვალსაზრისით არ იცვლება. ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის წინააღმდეგობა პროტესტის გაძლიერება, რაც შევა მეტი ხალხი ქუჩაში და იმ აქტივების გამოყენება რაც გვაქვს. ეს არის ჯერ კიდევ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და ეს არის პროტესტის გაძლიერება და ეს არის ამ მედია სივრცის ეხა აქ რო ვძივარ და მაქვს შესაძლებლობა რომ კიდევ ჯერ ვისაუბრო ესე ჩვენი აქტივია და ესეც უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად. მადლობა დატო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ტატო ქელბაქიანს ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის ხელმძღვანელს უსმენდით. სულ ეს იყო ამ დროისთვის. მე და თქვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს ეთერში გადაცემაში 360 გრადუსი.